მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მინდა ძალიან მოკლედ ვისაუბრო ირანის და ისრაელის ომთან დაკავშირებით და კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ზეიმობენ ამ ამბავს საქართველოში კოლექტიური ნაცები და მათი ჟურნალისტები და მათი ექსპერტები. მაგალითად ისეთები როგორიც არის ვინმე მანქურთი ტაბლიაშვილი, რომელიც ამ ამბავს ისე წარმოაჩენს და საზოგადოებას ისე ამცნობებს, რომ თითქოს რაღაცა პოზიტიური პროცესები ვითარდებოდეს და ამით საქართველოს რამე ხეირს ნახავდეს და თითქოს ამით საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ჩვენ მომეტებული საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდით აი ამ დიდი კონფლიქტის შედეგად, რომელიც ვითარდება დღეს, რომელიც არის ირანის და ისრაელის ომი. რა თქმა უნდა, ამაში ჩვენთვის, ქართველებისთვის სასიხარულო ნამდვილად არაფერი არ არის და ეს ჩვენთვის პირიქით არის სერიოზული საფრთხის მატარებელი. ამ რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენ სამეზობლოში ვითარდება ეს პროცესები და შესაბამისად პირველი ჩვენზე აისახება უარყოფითად ეს ყველაფერი. მაგალითად ევროპელებს არ აწყობთ, რა თქმა უნდა, ის რომ იქით ევროპის კონტინენტზე ომი მიდიოდეს, ეს ევროპისთვის არის საფრთხის შემცველი და არ შედის ნამდვილად ევროპული ქვეყნების ინტერესებში ის, რომ ევროპაში მიდიოდეს ომი. მაგრამ ის ფაქტი, რომ აქეთ ჩვენთან, ჩვენს რეგიონში ახლო აღმოსავლეთს ყველგან ცეცხლი წაუკიდეს, ეს თურმე ჩვენ ქართველებს უნდა გვიხაროვდეს, რომ ჩვენ აი ეს გარშემო რო ცეცხლი გვიკიდია, თურმე ამაში რაღაცა პოზიტივია და ამით საქართველოს რამეს იხეირებს. აი ესეც ცდილობენ საზოგადოებას, რომ შეტენონ ირანის და ისრაელის დაპირისპირება და რაღაცა გაუგებარ ზეიმში არიან ეს ადამიანები, ზეიმობენ არ ვიცი რას ზეიმობენ. ზეიმობენ ალბათ თავიანთი პატრონების სიხარულს, იმ პატრონების სიხარულს, რომელი პატრონებიც მილიონებს ურიცხავენ კოლექტიურ ნაცებს და მათ ტელევიზიებს და მათ ჟურნალისტებს. თუ ვინ არიან ეს ქვეყნები და მაგალითად აი ის ქვეყანა, რომელიც აქ ჩვენთან საქართველოში, რომლის საელჩოც ერთ ამბავშია ჩავარდნილი, პირდაპირ პანიკაშია და წუხილს გამოთქვამს იმაზე, რომ თურმე ვეღარ აფინანსებს კონკრეტულ პარტიებს და კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეს საელჩო გახლავთ მაგალითად ბრიტანეთის საელჩო. დიახ, სწორედ ბრიტანეთის ინტერესებში შედის ომი ჩვენს რეგიონში, ირანის განადგურება, ირანის მუსლიმური რეჟიმის დამხობა და არა მხოლოდ ბრიტანეთის ინტერესებში და მათ ნამდვილად ალბათ აქვთ საზეიმოდ საქმე და მათთვის ეს რაღაცა პოზიტივს ატარებს, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ამ ომში ერთი კომპონენტი არ არის, რომელიც შეიძლება პოზიტიურად ითარგმნოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში. შესაბამისად, ნამდვილად რაღაცა სასიხარულოდ და საზეიმოდ ჩვენ არ გვაქვს საქმე პირიქით, როგორც უკვე აღნიშნე, სერიოზული საფრთხის მატარებელია ამ ომის დაწყება ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ მსგავს მაგალითებს თუ შევხედავთ და ესეთი უფრო უახლოესი ცხელი გახლავთ სირია მაგალითად, ხო? როგორ პირდებოდნენ სირიაში ცხალს, რომ ეს ასადის რეჟიმს დაამხობდნენ და იქ რაღაცა დემოკრატიულ სახელმწიფოს ააშენებდნენ, მაგრამ 10 წლეულები გრძელდება უკვე ეს ომი და უკეთესის მაგივრად სირიაში უარესი ტერორისტები მიუყვანეს პირდაპირ ხელისუფლებაში ამ ადამიანებს და აბა კითხეთ ახლა რიგით სირიელებს ასადის იმ ჯალათი ასადის რეჟიმის დროს, როცა ომი არ იყო, მაშინ უფრო კარგად ცხოვრობდნენ და
მაშინ უფრო უკეთესი მდგომარეობაში იყო ეს ქვეყანა და ეს ხალხი, თუ დღეს როცა ტერორისტები მართავენ, განადგურებულია ქვეყანა და არ ვიცი 9 ნაწილად არის გაყოფილი და ყველგან კონკრეტულ რაღაცა ტერიტორიებს რაღაცა დაჯგუფებები აკონტროლებენ და ერთმანეთში დაპირისპირება აქვს და მოკლედ სამოქალაქო ომი გრძელდება დღემდე, ხო? ეს არა მხოლოდ სირიაში, იგივე ხდება ერაყში მაგალითად და ყველგან სადაც თუნდაც კადაფის დამხობის შემდეგ რა უკეთესი ლიბია და უკეთეს პირობებში ცხოვრობს ეს ხალხი, რა თქმა უნდა, არა. იგივე პერსპექტივა შეიძლება განვითარდეს ირანშიც და იმ შემთხვევაში თუ დაამხობენ ირანის მუსლიმურ რეჟიმს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ირანში სამოქალაქო დაპირისპირება გაგრძელდეს მერე 10 წლეულების განმავლობაში და კაცმა არ იცის საერთოდ რა მოხდება და როგორ განვითარდება პროცესები. შესაბამისად ეს ყველაფერი ჩვენთვის არის მომეტებული საფრთხის მატარებელი, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ჩვენ სამეზობლოში ხდება ეს ყველაფერი და გარშემო ყველგან ცეცხლი უკიდია ყველაფერს და ამ დროს გამოდიან და რა ვიცი ზეიმობენ როგორც უკვე აღნიშნე ტაბლიაშვილები და ვიღაცა ექსპერტები და ნაცები ამ ამბავს და ცდილობენ რომ საზოგადოებას ეს ამბავი ისე შეტენონ რომ თითქოს რაღაცა კარგი ხდება მოკლედ და თითქოს პროცესები ისე ვითარდება რომ ამით ჩვენ რაღაცას მოვიგებთ და რამე სიკეთეს მოუტარს ეს ჩვენ ქვეყანას ან ჩვენ საზოგადოებას. რა თქმა უნდა არა და რო ვიძახი რომ ესენი არიან აგენტები თქო და დედამოწყნულები თქო ძალიან მარტივია ამის დანახვა და თუნდაც აი ეს სიტუაცია რაზეც ახლა მე ვსაუბრობ ნათლად აჩვენებს ჭეშმარიტ სახეს აი ამ კოლექტიური ნაცების თუ ვინ არიან ეს ადამიანები თუ ვისი ინტერესებისთვის იბრძვიან ეს ადამიანები და ვისთვის იკლავენ თავს. ამის დანახვა არის ძალიან მარტივი, რომ ჩართავდა უხურებ მაგალითად ტაბლიაშვილს ან ვინმე მაგათ დედამოწყნული ნაცების წარმომადგენლებს ამ ამბავს როგორ წარმოუდგენენ საზოგადოებას და როგორ ზეიმობენ, იქ ძალიან მარტივად დაინახა, რომ ეს ადამიანები საქართველოს სიხარულით არ ხარობენ და საქართველოს ინტერესებიდან არ გამოდიან. და სწორედ ვიღაცების, აი ბრიტანელების და ევროპელების და ვიღაცების სიხარულით ხარობენ, მათი ინტერესებისთვის ეს ადამიანები იბრძვიან და სწორედ იმიტომ არის, რომ მცდარ წარმოდგენებს უქმნიან ჩვენ საზოგადოებას ამ ომთან დაკავშირებით და ადამიანებს ამას ყველაფერს ისე უფუთავენ, რომ თითქოს მაგარი რაღაცა ხდება, აუ რა მაგარი რამე ხდება, რომ ესე იგი ომი დაიწყო და ირანს ანადგურებენ და ამას იმით ხსნიან, რომ აი ამით რუსეთი სუსტდებაო და ეს ჩვენ თურმე უნდა გვაძლიერებს და უნდა გვიხარობდეს და უნდა ვზეიმობდეთ ამას. ერთის მხრივ ამით თუ სუსტდება რუსეთი, მეორეს მხრივ ეს ომი ჩვენთვის, კონკრეტულად ჩვენთვის იმხელა საფრთხის მატარებელია და იმდენ რისკებს შეიცავს, რომ ამ რისკების და ამ საფრთხეების საპირწონედ დადება იმ რაღაცა რუსეთის დასუსტებით მოტანილ რამე სიკეთესთან, რა თქმა უნდა, სისულელია. და ეს საფრთხეები ბევრად უფრო საყურადღებო და ბევრად უფრო შესახებია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც დგება საქართველოს წინაშე აი ამ ომიდან გამომდინარე, ვიდრე ის პოზიტივი, რაც იმაში გამოიხატება, რომ თურმე რუსეთი სუსტდება. სისულელია, როგორც უკვე აღნიშნე, ირანის განადგურებაში საქართველოსთვის არც ერთი რამე დადებითი კომპონენტი აქ არ არის და როგორ უნდა ესე იგი, როგორი უნამუსო უნდა იყო, რომ ამ სიტუაციას ადამიანებს აი ესე დამახინჯებულად, პირდაპირ გამიზნულად უკუღმართად აწვდიდნენ, რომ თითქოს აი რა მაგარი
რამე ხდება ისე ტაბლიაშვილო შენი დედა მოტყანმე და აი შენნაირი მანქურთების რომლებმაც თქვენი ნამდვილი სახე ირანის და ისრაელის ომის დაწყებისას კიდევ ერთხელ გამოაჩინეთ ის სახე რომ თქვენ პირადად ტაბლიაშვილო შენ და სანაიებს და ვიღაცა გვარამიებს და მელიებს და ვიღაცა ხოშტარიებს და დედამოტყნულებს განაღლებთ ერთადერთი რამე რომ თქვენი პატრონები იყვნენ კმაყოფილები რომ თქვენი პატრონები თავიანთ ინტერესებს ატარებდნენ ისე როგორც მათ აწყობთ და უნდათ და დანარჩენი თქვენთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს და არაფერს არ წარმოადგენს და იმ დანარჩენში გულისხმობ იმას თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგება ამ ომის შედეგად საქართველოს სახელმწიფო და ჩვენი საზოგადოებაც მათ შორის რა თქმა უნდა ეს არის მოკლედ ისი თქმაც მინდოდა და რო ვიძახი რომ აგენტები არიან თქო ეს დედამოტყნულები ტყუილად არ ვიძახი მარტო იმიტომ არ ვიძახი რომ ქართული ოცნების სიტყვებს ვიმეორებ ისინი რო ეძახიან აგენტებს ან იმიტომ არ ვიძახი რომ მელანდება მე რაღაცა რო ვიძახი რომ აგენტები არიან მათი საქციელებით და მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე ვიძახი რომ დიახ აგენტები არიან ეს ადამიანები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ არიან აგენტები დაადასტურეს იმით რომ რაღაცა გაუგებარ რამეს ზეიმობენ ეს ადამიანები და რეალურად რომ სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა ჩვენი სახელმწიფო აი ამას ცდილობენ რომ საზოგადოებას ეს ამბავი პირიქით ისე მიაწოდონ რომ თითქოს მაგარი რაღაც ხდება და გახარებულები და ბედნიერები უნდა ვიყოთ და რავი ამათ რო კითხო ესენი თანახმა იქნებიან რომ 1-2 რაკეტა აქედანაც ვესროლოთ ირანს დარწმუნებულია რომ აი ამაზე არიან წამსვლელები აი ეს კოლექტიური ნაცები ნაბოზრები და სწორედ ამისთვის იკლავენ თავს რომ იქნება ან ირანს ან რუსეთს ან ვინმეს მათმა პატრონებმა დიახ აქედან რამე საფრთხე შეუქმნან რომ აქაც მერე ცეცხლის ალში გაეხვიოს ყველაფერი ისე როგორც ჩვენს გარშემო რეგიონში გახვეულია ცეცხლის ალში მთელი სამეზობლო ეს არის და ეს ისი თქმაც მინდოდა და იმდენი კომენტარი შემხვდა და ადამიანები რაღაცა მართლა ამ ამბავს ისე ეხმაურებიან რომ აი გახარებულები არიან პირდაპირ ამ ამბით რომ თითქოს რაღაცა მართლა სასიხარულო ხდებოდეს არ ვიცი ამ ადამიანებს რა დამართეს რეალურად რომ აი ამ ელემენტარულ რაღაცებს ვერ ხვდებიან ეს ადამიანები რომ ნაღდათ არ გვაქვს ჩვენ ახლა სასიხარულოდ და საზეიმოდ საქმე ამას რომ დიდი მიხვედრა არ ჭირდება არ ვიცი რამე განსაკუთრებული უნარები ჭირდება იმას რომ მიხვდე რომ არ გაქვს დიახ კარგად საქმე მაშინ როცა შენს რეგიონში შენს გარშემო ყველაფერს ცეცხლი უკიდია ეს არის და ეს მოკლედ რისი თქმაც მინდოდა აი ამ მანქურთებთან დაკავშირებით